ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი რექტორის კაბინეტში შეიჭრა და პირისპირების დროს დაზიანებები მიიღო დაცვის 4 თანამშრომელმა. სტუდენტები რექტორის გადადგომას, საერთო საცხოვრებლის აშენებას, ონლაინ რეჟიმში ფინალური გამოცდების ჩატარებასა და უნივერსიტეტში ფინანსურ გამჭირვალობას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაც, სადაც ვკითხულობთ სამწუხაროდ პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 მათგანი გადაყვანილია კლინიკაში, ერთ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას და დეკანს. აქ ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა. სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას. გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებთ ახალგაზრდებს დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს, აღნიშნულია სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.